რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ ნებისმიერი პლატფორმით. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, თუგინ TikTok-ზეც. კამიტის სკანდალის ფონზე შეგვიძლია სრული დარწმუნებით ვთქვათ. ქოცებს მაგრად დაუცურდათ კამიტი. რა რეაქცია უნდა ჰქონდეს დაალაგებულ ადამიანს, როცა ეუბნებიან, რომ შესაძლოა ხელისუფლება წოდებულმა ორგანიზებულმა ჯგუფმა მშვიდობიან მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. და რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, როდესაც ამას გაიგებს, მაგრამ თავად არის ამ ორგანიზებული ჯგუფის წევრი. მეუფე ხალხი დაყრილია ძირს კვდებიან და რა ქნა არიცი? გასწორდა ასე წელში? ყოლა წმიდა ღვთისმშობელო დაიწყო გალობა და აი ეგრე ექნა პარლამენტის დეპუტატად წოდებულმა ლადო კახაძემაც. ოდეს ესმა BBC-ს გამოძიების ამბავი. რა უნდა ექნა იქ იმ კაცს? აღშფოთებული იყო, როგორ იმეტებთ ხალხს თქვენ, არა ადამიანებო? კი, აღშფოთდებოდა, მაგრამ პარლამენტის წევრი რომ ქვია, დიდება და პატივი რომ აქვს. იშტოიანს კი არა და იმ დიდარ კაცს რომ ხედავს და კვარტალში ერთხელ მისი დალოცვილი მარჯვენის ჩახუტების ბედნიერებაც რომ აქვს. ხო და აი ეგ ყველაფერი არ ეთმობა და აშფოთებს და აღაშფოთებს. ყველაფერი რაც იმ ყველაფერს ემუქრება. BBC-ს ბრალდებები, განსაკუთრებით. ამიტომ რო გაიგო, ხალხი დაყრილია ძირსო, გაასწორდა ასე წელში და დაიწყო გალობა. ციტატა გალობიდან. ერდროს ნაკე BBC-ლებს ცნობილ ალღომ უმტყუნათ. პრეზიდენტის აფორიზმებს გადააკრეს დამღები. სანამ შინაარს განვიხილავდეთ, უნდა გითხრათ, რომ ეს არის ლექსი, რომელიც ლადო კახაძემ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უძღვნა. ბოდიში დიდი ვერაფერი დეკლამატორი გახლავართ, მაგრამ ეგ რომ პოეტია და ეს რომ პოეზია უკეთეს არც იმსახურებს. ეგეც ზედმეტია მე მგონი. ანგარებამ ცოდვილების სასთუმლამდე მიაღწია. ჟურნალისტებს ჩაერიცხათ გარეცხილი თანხები. თავყრილობამ შეთანხმება სხვა დროისთვის გადაწია. ოქრომ თავი აიშვა და აიყოლა თანმხლებიც. მასმედიას ტყუილს აწუდის ჩიტი კორესპონდენტი. ძველ კომისრებს ფლაქს უხევენ უკომპლექსო ახლები. მისხალ ვებ გვერდებზე გადატვირთეს კონტენტი. საღმართვეებს ჩაენაცვლნენ უწარსულო ბალღები. აბა რა შინაარსი გაიგეთ? ან რითმი იგრძენით, ან რითმა დაიჭირეთ? რა ვიცი, გნებავთ გურამ საღარაძე რომ გააცოცხლოთ და იმას წააკითხოთ, ამ ლექსს მაინც არაფერი ეშველება. რა ირაკლი ყობახიძეობაცაა, ჩემი წაკითხული იგივე დარჩება, მარად და მარად. მინაქრებში ჩასმულ კბილებს უძვლო ენა დირიჟორობს. ვაზირებს და მოციქულებს არევიათ რამსები. მიკროფონი თუ ჩაიგდო, ყველა პირი მღერის სოლოს. ბეიჯების მეპატრონეთ დაურიგდათ საშვები. რავი, კბილებიო, უძვლო ენაო, მიკროფონიო, პირიო. მოკლედ, რას ამ ლექსიდან გავიგეთ? ცოტა ჟურნალისტიკაზეა, ცოტაც სტომატოლოგიასა და ლარინგოლოგიაზე. მე სხვადასხვა აქედან ვერ გამოვიტანე. ერთის გარდა, სპეციალიზაცია შეგიცვლიათ ბატონო ლადო. პირის ღრუსა და საყლაპავზე გადასულხართ. ადრე სხეულის სხვა ნაწილებში უფრო ერკვეოდით. ზუსტად გვახსოვთ. ბატონი ლადო კახაძის ხელოვნებამ პატარა კვლევის ჩასატარებლად მიბიძგა. ბორის ივანაშვილის სახე ქართულ პოეზიაში. გეგონათ მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში ქონდა დამკვიდრებული სახელი, ან ეკონომიკაში. ნურას უკაცრავად. მიკვირს აქამდე რატომ არ ეწყობა ფესტივალები ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში მისი წვლილის უკდავსაყოფად. ბიზინა შენზე ერთგული დღეს ჩვენ არ გვეგულება, რახან აიღეს შეასრულებელდებულება. კომპარტიის თავმჯდომარე ლექსისთვის წერს. არც თანამდებობას ითხოვს, არც კრედიტს ქართულში. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამისა არაფერი გაგვიგია. მაგრამ ქოცი პოეტების უმრავლესობისთვის ლექსი კარიერულ კიბეზე აბუბებაა. ან თავად გონიათ ასე. არიციან, მაგრამ ვერ ეშვებიან. გონიათ, რომ ასე უფრო მარტივად იპოვიან გზას რუსი ოლიგარქის გაყინული გულისკენ. ყველაზე დიდი ადამიანი ჩვენს შორის თქვენ ბრძანდებით ბატონო ბიძინა. გულით დიდარი, გულით ლამაზი. ყველაფერს ხედავ და ყველაფერს გნობ და ყველაფერს ხედავ. თუ კი ამ ქვეყნად რამსი ლამაზე სიცოცხლისათვის რომ იბადებო. ხე წყალი, მიწა, მზე მთვარე, ვარსკვლავები და მათთან ერთად
ჩვენ სულ ყველანი მთელი საქართველო თქვენ გეფერებით ყველაზე მეტად. ხე, წყალი, მიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები. ყველაფერი რომ ლექსის გმირს ეფერებოდეს, ეგ პოეზიაში უანალოგო არ არის. იყო კიდევ ერთი ვაშკაცი, ყველა ყვავილს, ყველა ფრინველისა და ყველა ჭიანჭველის ენა რომ ესმოდა. ყველა მცენარეს და მღილსა ის ეგებება სალმითა. ბუნებაც ვაშას უძახის მდიდრად მორთულის ალმითა. ყვავილნი ყელ გადაგდებით დახატულები კალმითა. მინდიას გაუმარჯოსო ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა. ხეები ფოთლებს არხევენ, ბუნება იწყებს ბიბინსა. სულ პატარა კორექტურა და შეგეძლო გითქვა, ბუნება იწყებს ბიძინსა. სკოლის პროგრამა რომ უკეთ ცოდნოდა აჭარელდებოდა ჯაშს, არც ამდენი წვალება დასჭირდებოდა. იმავე სიტყვა და ონტ გენიოსის ენით. იმიტომაც გამოუვიდა ეს ლექსის კარიკატურა. თუმცა გული დაწერილი. ხაზეინს ლიტერატურის დიდ დამფასებელსა და უბადლო მცოდნეს როგორც სახეზე ეხატა მოეწონა. თუმცა ჭადის სახელი ხომ იცით? კლასიკა მაშინ იცის თავიდან ამოვარდა ყველაზე მეტად როცა გჭირდება. თვითონ მეფენიც უძლეველი რომ ერთ უმაღლეს არც ვინ ღარის დაწინაში არც ვინ აღუდგეს. აი ამაზე მინდა მივიყვანოთ რაც ყველაზე კარგად ვიცოდი ზოგჯერ ჭადის სახელი და გავიწდება. თვითონ მეფენიც უმაღლეს რომ შფოთვენ და თვიან დაიტყვიან აი ეს მინდოდა მომეტანა შფოთვენ და თვიან დაიტყვიან როდის იქნება რომ ეს მიწასაც ჩვენი იყოს და აღეძვიან იმამიტისთვის რაც დღეს თქვა თვითვე არის შფოთვენ და თვიან ამ დროს რესპონდენტის ამბავი ხომ გულს მიკლავს, მაგრამ ჟურნალისტის მდგომარეობა საერთოდ მანადგურებს. თან უნდა მიხმარება და კარნახი თან ვერ უბედავს, ვაი და იმას არ მოეწონოს. თანაც მისი და მისი ქმრის ბიზნეს პარტნიორია, მათი მამა არა და მარჩენალი ნამდვილად. და როგორ გინდა ამ ხელაკაც აკადრო შენ არიცი მე ვიციო. ეს ის ვითარება, როცა გაჩუმება ჯობს. გინდ იცოდე ლექსის გაგრძელება, გინდ არა. ესეთი რამს თქვა ბატონმა ილიამ, დიდმა ილიამ. საკმაო არ არის რომ კაცი მეცნიერი იყოს. ამასთანავე იგი დიდი კაციც ამასთანავე იგი დიდი კაციც უნდა იყოს. არა, სწორი კაციც უნდა იყოს, სწორი კაციც უნდა იყოს. დიდი ილიას სიტყვები ლექსად სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა გოსანმა, ჩვენმა აკაკიმ. ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. საერთოდ რაში სჭირდება ამ კაცს სხვა პოეტების ციტირება, როცა უდიდესი პოეტი და მოაზროვნე სახში ყავს. ის ურჩევნია მამულსა, რომ ბერას ჯობდებს მეპერსა. მე მგონი 3 წლის წინ ჩაწერა ეს სიმღერა, ყოველთვის იყო ჩემი ფავორიტი. და პირველ ნომრად შემოიტანა ბოლოს და ძალიან გამეხარდა. ვინ ვარ? ამით იწყება. წიგნს რომელიც დაწერაც მე მინდა, ბერამ ერთ სიმღერაში სამ კუპლეტში ჩაატია თავიდან ბოლომდე მთელი ცხოვრების არსი. როგორ მოახერხა ეს ჩემთვის საოცარ 3 წლის წინ დაწერა, ეს ერთ-ერთი პირველია. ეს გააკეთა აბსოლუტურად ბუნებრივად და გულიდან ამოღებული და ჩემთვის ეს არის საოცარი პოეზია და საოცარი ფილოსოფია. და საერთოდ ძალიან საინტერესოა თუ ალბომსაც კარგად გაანალიზებენ, როგორი პოეზია აქვს ბერას. სამ კუპლეტში ჩატეული საოცარი პოეზია და საოცარი ფილოსოფია ასე ჟღერს. მოусმინეთ. გამიდეხავ ფანქრებს, გაგიდეხავ ცხირს, გესვრი თუ მესვრი, წესებს არავინ არ ცვლის, თოფი ახლა ნამდვილი ბავშვობაში იყო წყლის. ეს ადამიანის ბუნება, რაც მეტი ძალა გაქვს, მით მეტი ცდუნება. აქ არაფერი აღარ ხდება მუქთად, ყველას პირველობა უნდა ბინძურად თუ სუფთად. კი, ნამდვილად, ძალიან საინტერესო და მარად აქტუალური თემები, როგორც მოვისმინეთ, ცხვირის გატეხვა და თოფიდან სროლა. ეს კაცთა მოდგმას სულ აწუხებდა და აფიქრებდა. და განსაკუთრებით საინტერესოა, რომ აქ აღარაფერი ხდება მუქთად. მილიარდერის ბიჭს დიახაც აწუხებს, რომ უფასოდ არავინ ემსახურება და ყველა ხელებში უყურებს. სულო ცოდვილო და ნეტავ ეს ბიჭი ასე უკიდეგანოდ ნიჭიერი არ ყოფილიყო და ვერ ჩაეტია იმ სამ კუპლეტში მსოფლიოს მთელი ფილოსოფია. მაშინ ხომ იძულებული იქნებოდა მისი ნიჭიერი მამა. მოეცალა და ის წიგნი დაეწერა, რომელსაც აპირებდა. კიდევ უფრო მეც გავიგებდით. ვის გაუტეხავდა ცხვირს და ვის რას ესროდა. აბა, ეგ იქნებოდა ფოლიანტი, თუ იქნებოდა, ხელის ხელსაგოგმანები. ისწავლებოდა პირველიდან მე-11 კლასამდე. კერძო სკოლებში კი სადაც მე-12-საც დატოვებენ, მე-12-შიც. როგორც რუხნამა აქვს თურქმენებს, თურქმენბაშის დაწერილი. არა ბატონო როინ, თქვენ თურქმენეთის დიდი სპეციალისტი ხართ ჩვენში. მზითევში გაატანდნენ მაგას მშობლები გოგონებს და პრეზიდენტები მაგაზე დადებდნენ ფიც ინაუგურაციის დროს. ყველაზე ძვირფასი ეგზემპლარები იქნებოდა ბატონი ბორისის ბაობაბების ქაღალზე დაბეჭდილი. ტყუილად რომ არ დალპეს ის ხეები ახლა გურიის მიწაში ხომ აჯობებდა რომ გადაგვემუშავებინა და წიგნებად გვექცია. უფრო უპრიანი იქნებოდა როგორც ბატონი ბორისი ჩამისწორებდა ახლა. გადავჭრიდით ბოლოს და ბოლოს ჩვენი წარმომავლობის პრობლემას. ვინ ვართ? საიდან მოვსულვართ კავკასიის მთებში? რომელი ცივილიზაციების კვალი და გენი მოგვაქვს, ჰაპლოჯგუფი,
ვისთვის გაგვიტეხავს ცხვირი, ვისთვის გვისვრია თოფი, მერე ვისთვის მოგვიხდია ბოდიში და ვისთან წავყოსულ ვართ ბატონი ბორისის ბრძნული ხელმძღვანელობით. ბიძინას დღეში ჩვენ მაგას კამეჩის რძეს უნდა უგზავნიდეთ და იმით უნდა ბანაობდეს, რა ქვია, ბიძინა ბევრ ხანს იცოცხლოს და გაცვლოს. ბატონი ბორისის წიგნი დაალაგებდა ყველა ძირითად ეროვნულ პრობლემას. ისე ნარნარად, რომ შემწორმოხრაკულის ჭამის მეტი საქმეც აღარ დაგვრჩებოდა ქვეყანაში არავის. დაგვიბრუნდა ემიგრანტი ბიძინა, ეყურაც რომ სხვა ქვეყნებში იძინა, დაგვიხარა ქართველებას გულები, ეხლა ჭამოთ შემწორმოხრაკულები. არ ვიცი ეს ქალბატონი ვინაა, მაგრამ გულით კი დაუწერია და ჯიგრით ამბობს. ახლა უკვე შეგვიძლია რომ ამ პოეზიას ხალხური ვუწოდოთ. მაგრამ გვაქვს საავტორო პოეზიაც, სახელით გვარით, თან როგორი სახელი და გვარით, ქეთევან კიკნაძე. თვით ქეთევან კიკნაძე. ისეთი ლექსი დაუწერია, რომ თავიდან ბოლომდე უნდა მოისმინო და ჩაეძიროთ მასში. დედა შენი იამაყებს, გახდა ყველას დედა. კაბის კალთას რომ ვაკოცებ, გაიხარებს ყველა. შურის თვალმა ქვა გახეთქა, დაგიფაროს ღმერთმა. პირველ დარტყმას მე ავიღებ, გავახარებ ყველას. გზაზე ერთი კაცი არის, მას ეძებდა ყველა. გეძებდი და ვერ გიპოვნე, შეგიფაროს ღმერთმა. თუ რაიმე დაგემუქრა, ვერ დაუშვებთ ვერა. ჩვენ მთვარეზე შემოგაჯენთ, იქ დაგიდებთ ბინას. აი ასე, მთვარეზეო. ამ ქალსა და მთელს მის ოჯახს ბატონო ბორის კითხვიდი შენს თავგადაკლულ მომხრეთ, მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრა შენს მეორე დედაენაზე. Так далеко тебя еще не посылали, Боренька родной. რას დავდივით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень გადაცემა.